მართველი გუნდის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს აფასებს IDFI არასამთავრობო ორგანიზაცია რამდენიმე პრობლემურ საკითხს გამოყოფს. მათ შორის არის ოჯახის განსაზღვრება და მიაჩნიათ, რომ ეს პოპულისტური ნაბიჯია. მათი აზრით ასევე მნიშვნელოვანია დარჩეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, რადგან დაცული იყოს ბალანსი სახელმწიფო სახელისუფლებო შტოებს შორის. IDFI ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პრინციპზეც და ფიქრობენ, რომ ეს ცვლილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გაჯანსაღების პარალელურად უნდა მოხდეს. არასამთავრობო ორგანიზაციას ასევე შენიშვნები აქვს მანდატების განაწილების პრინციპზეც. თუ ხელისუფლება აპირებს იმას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კომპეტენციაც ასევე შეემატოს იმ მნიშვნელოვან კომპეტენციას, რაც აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ამისთვის აუცილებელია პარალელურად დაიგეგმოს საფუძვლიანი რეფორმა, რომელიც მიმართული იქნება ამ ორგანოში დღეს არსებული ხარვეზების აღმოსახვევად. ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელ საკონსტიტუციო სისტემაში პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი შეიძლება ყოფილიყო გარკვეულად დამაბალანსებელი უმრავლესობის სრულიად პოპულისტური ნაბიჯი იქნა საკონსტიტუციო კომისიის მიერ გადადგმული, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქორწინების თემის ინიცირებაზე, ამ კუთხითაც ეს ცხადია ემსახურებოდა მხოლოდ პოლიტიკური რაღაც სპეკულაციებს და პოლიტიკური ქულების დაწერას.